სკოლებში რელიგიის გაკვეთილების აუცილებლობა, სასწავლო პროცესის შეფასების სისტემის საჭიროება, ქალების როლი პოლიტიკაში, ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა. ამ თემებზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 თვითმმართველი ქალაქის 28 სკოლის მოსწავლემ გერმანულ ენაზე საჯარო დებატები გამართა. ბათუმიდან პროექტში გერმანული ენის დიპლომის მქონე სკოლა ევრო 2000-ის მოსწავლეებია ჩართული. პროექტის მიზანს გერმანული ენის პოპულარიზაციასთან ერთად სკოლის მოსწავლეებში დებატების კულტურისა და არგუმენტირებული მსჯელობის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. დებატების გამართვა ინტერნაციონალურად პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების პროგრამის ფარგლებში ბათუმში პირველად განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანი თემებზე მიდის დებატები. ჩვენი ბავშვები ეცნობიან ერთმანეთს, იმაღლებენ დებატებში მონაწილეობის კულტურას და ყველაზე რაც მთავარია, მაინც ჩვენთვის იუმჯობესებენ ენობრივ პრაქტიკას. მე მზადებოდით 4 დღის განმავლობაში, მიახლოებით ვიცოდით რა თემები ქონდა და ვცდილობდით რომ ერთმანეთს გაგვიზიაროთ ჩვენი ცოდნა. მე მომიწიან თემა ის სკოლაში უნდა იყოს თუ არა გაუქმებული ნიშნები. და მე ვიყავი ამის წინააღმდეგ რომ გაუქმებულიყო და უნდა დავემტკიცებინე ჩემი აზრით რატომ. დებატები გერმანული ენის პოპულარიზაციას, არგუმენტირებული მსჯელობის დანერგვასა და ახალგაზრდებში დებატების კულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება. თემებით საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების მიხედვით შეირჩა. მოხარულნი ვართ, რომ პროექტში ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართულობა საკმაოდ მაღალია. ფიქრობ, სამომავლოდ ღონისძიებას სისტემური ხასიათი მიეცემა.